ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად მოხსენიების გამო შეშფოთებულია და გამოთქმულ შეფასებას უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევად მიიჩნევს. განცხადებაში CESCO უთითებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი გარემოება დეტალურად განმარტა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილითაც მიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისია გაკვირვებას გამოხატავს, თუ რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტი ეუთოოდირის დასკვნას, რომელიც CESCO-ს აზრით 26 ოქტომბრის არჩევნებს დადებითად აფასებს. ევროპარლამენტმა არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო კომენტარი 19 ივლისს გააკეთა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტში ნათქვამი იყო, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ ცნობს და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას შეჩერებულად მიიჩნევს, მანამ სანამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია გაყალბებულად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დრომდე არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად განმარტა ამ არჩევნებთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის არაარგუმენტირებული ბრალდებების საფუძველზე 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია ასეთი უპრეცედენტო და არაობიექტური განცხადების გაკეთება იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც წესით საკუთარი პოზიციების გამოხატვისას ფაქტებს და მყარ არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ფაქტების და არგუმენტების გარეშე მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული განცხადებები კი ტოვებს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული შთაბეჭდილებას, რაც გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავია საარჩევნო ადმინისტრაციის 10,000-ობით თანამშრომლისთვის, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს უწევდნენ ორგანიზებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა როგორც სამართლებრივი პრინციპის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, ხოლო იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინა საარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ დობის შემცირების მცდელობა. CESCO-ს განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ისინი, ვინც ოქტომბერში ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. ოპოზიციური პარტიები ევროპარლამენტის მოსაზრებას ემხრობიან და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ CESCO-ს დახმარებით არჩევნები მიიტაცა. ევროპარლამენტის განცხადებები არის აბსოლუტურად სწორი, მით უმეტეს ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც სანამ საქართველოში არ ჩატარდება სამართლიანი თავისუფალი არჩევნები, საქართველოს არსებულ ხელისუფლებას არავითარი ლეგიტიმაცია არ ექნება. შესაბამისად, როდესაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი, ბრიტანელი პარტნიორების უმაღლესი ეშელონებიდან გვესმის შესაბამისი განცხადებები ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებით და 26 ოქტომბრის არჩევნებს აქვს ფაქტობრივად ნულოვანი ლეგიტიმაცია გარდა ვიქტორ ორბანის და ვლადიმერ პუტინის და ლუკაშენკო აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, CESCO-ს წარმომადგენლები, რომელთა ნაწილით სანქცირებულია, უნდა შეეგუოს იმ ბედს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 26 ოქტომბერს არ დარჩება დაუშველი არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. სამარცხვინოა CESCO-ს მხრიდან ევროპარლამენტის დადანაშაულება 26 ოქტომბრის არჩევნებს და მის შედეგად არჩეულ არალეგიტიმურ პარლამენტს არ აღიარებს დასავლური სამყარო. Უკვირთ როგორ არ ითვალისწინებენ პროკურატურის გამოძიებასო, მაშინ როდესაც პროკურატურა, CESCO, სასამართლო და SUSI არის ის მთავარი რგოლები, რომელთა მეშვეობითაც ქართულმა ოცნებამ მიიტაცა სწორედ საპარლამენტო არჩევნები და ქართველი ხალხის ნება, ხოლო CESCO-s მხრიდან ევროპარლამენტის დადანაშაულება არაობიექტურობაში არის სწორედ იმ ანტიდასავლური განწყობების წახალისება, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში სწორხაზოვნად ახორციელებს რუსული რეჟიმი. ჩვენ ხედავთ, რომ CESCO ეს არის რეჟიმის თანამოაზრე, რეჟიმის ინსტრუმენტი, რომელიც აქცია რეჟიმმა საკუთარ ეს ინსტრუმენტად, რომელიც გამოყენებული აქვს, ძირითადად არის ასევე მცდელობა, რომ არჩევნები, როგორც დემოკრატიული ცვლილების ინსტრუმენტი იყოს მიტაცებული რეჟიმის მხრიდან და ამ ყველაფერს აკეთებინებს CESCO. შესაბამისად, ევროპარლამენტარების მხრიდან არის ძალიან ადეკვატურად დანახული საქართველოში არსებული მდგომარეობა. მაშინ 24 წლის არჩევნების შემდეგ შეფასდა ეს არჩევნები და მაშინვე ითქვა, რომ უმძიმესი სისტემური დარღვევების ფონზე განხორციელდა ეს არჩევნები. შესაბამისად, ისინი აკეთებენ განცხადებებს იმ არჩევნებზე დაყრდნობით, რა არჩევნებიც ჩატარდა და ნახეს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში ეუთოოდინმა დაწერა, რომ არჩევნები სერიოზული შეშფოთების ფონზე ჩატარდა, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებს ზეწოლას. ეუთოოდინის შეფასებით, ამ ყველაფერმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან ერთად ზოგიერთ ამომრჩეველს შესაძლებლობა არ მისცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე მიეცა.